მთავრობის თავმჯდომარე, ხვდებით უკვე ეს არის ჩვენთვის მესიჯი, რომ კიდევ უფრო ჩაიკეტება ჩაკეტილი სისტემა. არაფერი რაც საკვირველია არ არის მოულოდნელი ამ ამბავში ჩვენთვის, იმიტომ რომ პოლიციელს ხვაგვარად ქცევა არ შეუძლია. ჯერ ერთი ის რომ წესრიგი თავისი პროტოკოლებით თუ რაღაცა დოკუმენტაციის მიხედვით ის ჩამოყალიბდა ადამიანად, რომელიც არის დახურული სისტემის მომხრე და მეორე ის რომ მას უკვე სისტემა ზოგადად სისტემა აიძულებს ითხოვს მისგან რომ ჩაიკეტოს ყველაფერი. ვერ ჩაიკეტებით, ვერ დაიმალებით, ძალიან უხერხულია მართლა რომ ამდენი ჟურნალისტი იყო მოსული აქ და ეს კარები ჩარაძეთ. კიდევ უფრო დიდი დათვები დაიყენეთ, მაინც მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება საზოგადოების წინაშე, მაინც მოგიწევთ ამ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება. ჩვენ ვართ მედია, რომელიც მედიის ფუნქცია არის ის, კიდევ ერთხელ რო გითხრათ, ვერ ხვდებით, არ გესმით, არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ, საზოგადოება მიიღოს ინფორმაცია თქვენი ქცევების, თქვენი უკანონოების თუ კანონიერების შესახებ. მაგრამ თქვენ არ თვლით თავს ვალდებულად, რომ ანგარიშვალდებულები იყოთ საზოგადოების წინაშე, არ გაქვთ ეს უნარები დაგიბლაგდათ საერთოდ, რომ საზოგადოება აღიაროთ როგორც თქვენი ძალაუფლების წყარო და ამიტომ დაიჯერეთ თქვენ თვითონაც უკვე ხართ აი ამ დაჯერების რეჟიმში, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის თქვენი ძალაუფლების წყარო. სირამდილეში სწორ განაწყვეტილებაზე ხართ მისული, თქვენი ძალაუფლების წყარო არის ერთი ადამიანი, ამ წყაროს ქვია ბიძინა ივანიშვილი და არა საზოგადოება, რომელიც თქვენ კვებავთ, რომელიც თქვენს მივლინებებს, რომელიც თქვენ მაღალ ხელფასებს, რომელიც თქვენ ყოველდღიურ ფუფუნებას აფინანსებს, მაგრამ მაინც მოგიწევთ ანგარიშვალდებულება ამ საზოგადოების წინაშე. არ არსებობს საქართველოში იმის შესაძლებლობა, რომ ძალაუფლების მიტაცების აი ეს ფორმატი ძალიან დიდხანს გავრცელდეს. შეუძლებელია ან თქვენ მოგიწევთ ანგარიშვალდებულები გახდეთ ამ საზოგადოების წინაშე, ან თქვენ მოგიწევთ სხვა პასუხისმგებლობის აღება. დიდი მადლობა მინდა უთხრა შეკრებილ კოლეგებს, ჩვენ დღეს აქ იმისთვის მოვიდით, რომ თქვენ დაგაგონოთ თავისუფლება მაღლობებს, რომელიც არის უკანონო პატიმარი. მე პირადად მხოლოდ ერთხელ ვარ ავაჭარის უმაღლეს საბჭოში, ამ უფუნქციო ორგანოში, ამ არაფრის მომცემ ორგანოში, ამ საპენსიო სისტემაში ჩართულ მაღალ საპენსიო პენსიის მქონე ადამიანების საქმიანობის მონიტორინგისთვის. თქვენ ხართ პენსიონერები, ოღონდ ჩვეულებრივი პენსიონერებისგან განსხვავებით იღებთ ათასობით ლარებს და ცხოვრობთ ფუფუნებაში, აკეთებთ ბიზნესებს და მერე როცა ამაზე გეუბნებიან, მიგითითებენ. მერე გულით ტკივათ, რომ რატო იგებს საზოგადოება ამის შესახებ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მზიამაღლობელი არის უკანონო პატიმარი, მზიამაღლობელი არის სინდისის ქალი პატიმარი, მზიამაღლობელი მოძალადე დგებუაძის და მოძალადე სკვერპლია და არ შეიძლება რომ აი ესეთი მონის გამო მზიამაღლობელი იყოს პატიმრობაში. ბათუმის პოლიციის უფროსი იმედია მალე მოშორდება ამ ქალაქს, ისე როგორც მისი ბოსი უკვე მოშორდა ამ ქალაქს, ალბათ სისტემაში დატოვებენ, მაგრამ მონადგებუაძის ადგილი საპოლიციო სისტემაში საერთოდ არ არის. მონადგებუაძემ სისტემა შეურაცხყო, სისტემის რეპუტაცია დაანგრია განსაკუთრებით ამ ქალაქში, თუნდაც მის თანამშრომლებს შორის, თუნდაც მის კოლეგებში და ამ მონის ადგილი საერთოდ პოლიციურ სისტემაში არ არის. მაგრამ სამწუხაროდ დღეს მთავრობის თავმჯდომარედ წარმოადგენს პოლიციური რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც არის სანქცირებული და სანქცირებული არის დიდი ბრიტანეთის მიერ. მის მიმართ არის სხვადასხვა სახის სანქციები და გებუაძეც იმედია გაუყენებენ აი ამ სანქციების გზას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.